მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი გვაქვს. ვიწყებთ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგის 3 საკითხისგან შედგება. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ და მის თანმდებობ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებას ეხება. მოხსენებელი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი. გთხოვთ ბატონო ირაკლი წარმოგიდგინოთ. დიდი მადლობა. მეორე მოსმენისთვის. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. მეორე მოსმენის შესაბამისად წესის მეორე მოსმენის წესით შესაბამისად განსახილველად წარმოგიდგენთ თქვენ მიერ ხსენებულ კანონის პროექტს და მოგეხსენებათ, რომ მეორე მოსმენა ითვალისწინებს პუნქტობრივად და მუხლობრივად გავლას, შესაბამისად მზად ვარ, რომ გავიაროთ დეტალურად. პირველი მუხლი ეს გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, აქ გახლავთ წმინდა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით განხორციელებული ცვლილება, კერძოდ ნაცვლად გარდა თბილისისა, აქ ჩვენ დედაქალაქი მოხსენიებული გქონდა მხოლოდ მისი როგორც თბილისი ასე და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით უფრო სწორი იქნებოდა, რომ დაკონკრეტდეს და ნაცვლად გარდა თბილისისა იყოს გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა. შემდეგიც გახლავთ ანალოგიურად გარდა თბილისის ნაცვლად კონკრეტულად როგორც არის დედაქალაქის სახელწოდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ასე არის დაკონკრეტებული. ეს გახლავთ როგორც თვითონ ამ მუხლის სახელწოდებაში, ისე ამ მუხლის შემავალ A პუნქტშიც ანალოგიური დაკონკრეტებაა. შემდეგი ცვლილება გახლავთ ამავე კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს ჩვენ დავამატეთ 106-ეს სეკუნდა მუხლი. აქ გახლდათ ამ მუხლის მეორე პუნქტში ეწერა, რომ თვითმმართველი ქალაქის ნორმატიული აქტიო და აქ დაკონკრეტდა, რომ თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტი, ესეც წმინდა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით განსახორციელებელი ცვლილებაა და შესაბამისად გავითვალისწინეთ და ავსახეთ. აქვე მე-7 პუნქტში გახლავთ თავდაპირველ ვერსიაში ეწერა მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის და აქ ადგილები ანუ სიტყვებს გადაუადგილდა ადგილები და თვითმმართველი ქალაქის მერია უფლებამოსილიას დაკონკრეტდა. ასევე ამავე მუხლში მე-8 და მე-13 პუნქტები იყო ერთი და იგივე შინაარსის, ასე ვთქვათ, და დუბლირებული რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მე-13 პუნქტი გადმოვიტანეთ მე-8 პუნქტის ადგილას და შესაბამისად ამ მუხლის პუნქტების ნუმერაციაც დაკონკრეტდა და ნაცვლად 1-დან 14-ის ჩათვლით იქნება წარმოდგენილ ვარიანტში 1-დან 13-ის ჩათვლით, ვინაიდან მე-13 პუნქტი დაკორექტირდა და ამოვიღეთ. ამ კანონში სხვა ცვლილებები არ არის წარმოდგენილი. შემდეგი გახლავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, აქაც მე-3 პუნქტში გახლავთ მე-11 პრიმა მუხლის სახელწოდებაში ანალოგიურად აქაც გარდა თბილისისა იყო და როგორც არის მისი სრული სახელწოდება გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, ეს დაკონკრეტდა და გაიმართა. აქაც იურიდიულ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, ისე რომ სხვა შინაარსობრივი ცვლილება არ განხორციელებულა. ამ კანონში სხვა ცვლილება არ არის. რაც შეეხება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონს, აქ მე-3 პუნქტში არის აქაც ანალოგიურად დაკონკრეტებულია, რომ თვითმმართველ ქალაქში, უпростоრად აქ გარდა თბილისისა ამოვიღეთ, იყო თვითმმართველ ქალაქებში და თბილისიც თვითონ გახლავთ თვითმმართველი ქალაქი, შესაბამისად ფრჩხილებში მითითებული გარდა თბილისისა, თბილისს გამორიცხავდა, ამდენად შინაარსობრივად გაუმართავი იყო და დავაზუსტეთ, დავაკორექტირეთ და გარდა თბილისისა ფრჩხილებში მითითებული ამოვიღეთ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში სხვა ცვლილება არ განხორციელებულა.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებიც არის ბატონო. რაც შეეხება საჯარო დაწესებულებაში შრომისანაზღაურების შესახებ კანონს, აქაც ანალოგიურად მეორე პირველ პუნქტში, ანუ მეორე პრიმა პუნქტში, აქაც ანალოგიურად გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა დაკორექტირდა ნაცვლად გარდა თბილისისა. ასევე პირველი პუნქტის B ქვეპუნქტში ანალოგიურად. შემდეგი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში. ამ კანონში ცვლილებები საერთოდ არ არის. და ეს ნამდვილად ბოლო რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები. რეკლამის განაცხადი. დიდი ბოდიში ლიცენზიებს რო დაუბრუნდე რა თუ შეიძლება აქ იურიდიულ დეპარტამენტს ქონდა კონკრეტული ჩვენ თუ გახსოვთ პირველი მოსმენის სავალდებულო ხო პირველი მოსმენის დროს კოლეგას ქონდა შეკითხვა ამ კანონთან დაკავშირებით იგივე შეკითხვა გაუჩნდა იურიდიულ დეპარტამენტს და ჩვენ ვთქვით რომ ეს კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტული თვითმმართველობებში კონკრეტული დარგის და მიმართულების რეფორმას, არამედ ეს საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს თვითმმართველ ქალაქებს, რომ საჯარო ადმინისტრირების განხორციელების პროცესში კონდეთ ეს სამართლებრივი ინსტრუმენტები სიპის დაფუძნების სახით და ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ ჩვენ რომ დააფუძნონ მათ კონკრეტული მიზნობრივი ციპი და მე უკვე რეფორმების განხორციელების პროცესში არა მხოლოდ ამ კანონებში შეიძლება სხვა მათ შორის ნორმატიულ აქტებში იყოს განსახორციელებელი ცვლილება და უკვე ისინი თავიანთი რეფორმების და რეფორმებიდან განსახორციელებელი რეფორმებიდან გამომდინარე საჭიროების შესაბამისად განახორციელებენ ამა თუ იმ კანონშიდან მათ შორის ნორმატიულ აქტებში ცვლილებას შესაბამისად გასაგებია რომ იურიდიულმა დეპარტამენტმა ეს შენიშვნები წარმოგვიდგინა თუმცა ამ ეტაპზე მათი გათვალისწინება და კანონებში ასახვა რელევანტური არ არის. ვინაიდან თვითონ ამ კანონის პროექტისა და ცვლილების არსი და ინიციატივა არ არის კონკრეტულად რეფორმასთან დაკავშირებული. კი ბატონო. და ბოლო კანონპროექტზე ვარ, ხო? საავტომობილო ტრანსპორტის ცვლილებები, როგორც გითხარით, არ არის. რეკლამის შესახებ აქაც წეღა როგორც გითხარით, გარდა თბილისისა ეგენი ამოვიღებთ ჩვენ, ვინაიდან თვითმმართველი ქალაქია თვითონ დედაქალაქიც და ფრჩხილებში დამატება გარდა თბილისისა შეზღუდავდა გარკვეულწილად და შინაარსობრივადაც და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც გაიმართა. ერთი ის გქონდა კიდევ. აქ იყო ეს მე-19 მუხლი გქონდა, ხო? ხო, კი ბატონო, ეგ არის პრინციპში. კი ბატონო, აქაც ხო არა გაქვთ შენიშვნა ან მოსაზრება, არა. ძალიან დიდი ბოდიში, ერთი უნდა დავაზუსტო აუცილებლად რა. კი ბატონო. ბოლოში მახსოვდა და გამომრჩა საჯარო სამართლის ამ იურიდიული დეპარტამენტს შენიშვნა ქონდა ასევე საჯარო სამართლის ანუ სიპების შესახებ კანონში მე-19 მუხლთან დაკავშირებით, რომ მთლიანად მუხლიო საჭიროებს ცვლილებას, ასე ვთქვა და ვინაიდან ეს უკვე არსებობს, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, ვინაიდან ეს მე-19 მუხლი უკვე არსებობს და ჩვენი ცვლილება არ შეეხებოდა მთლიანად მუხლს, არამედ მუხლში ერთ-ერთ კონკრეტულ პუნქტში აისახებოდა ცვლილება, შესაბამისად ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ამას, ვინაიდან როგორც აღნიშნე უკვე მუხლი არ იცვლება, არამედ კონკრეტულად პუნქტი კორექტირდება. კი ბატონო. სხვა შენიშვნები არ არის. არ არის. თუ არა გაქვთ სხვა შენიშვნები, აზრის გამოთქმა არ გნებავთ ვინმეს, მაშინ კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, ვინ არის მომხრე, რომ მეორე მოსმენით იქნას მიღებული ეს კანონ პროექტების პაკეტი. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილება არის ეს, რაც თვითმმართველი ქალაქების ფუნქციონირებისათვის, მათი უფლებამოსილების უფრო ეფექტურად და უფრო მიზანმიმართულად შესრულებისათვის ნამდვილად ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება პარლამენტის მხრიდან საბოლოოდ, როცა ეს კანონ პროექტები იქნება მიღებული. დიდი მადლობა. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის მიმოხილვა
მომხსენებელი გახლავთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით, ძირითად პარამეტრებს მოგეხსენებთ და თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, ვზათვართ თქვენ კითხვებს პოპასუხო. რეალური ეკონომიკურის და ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან პროგნოზზე, თუმცა წლის პირველ კვარტალში ჰქონდა უფრო მაღალი მაჩვენებლები. იანვარში რეალური ეკონომიკურის ზრდა შეადგინა 7.9%, თებერვალში 8.8%, ხოლო მარტში 10.7%, საბოლოო ჯამში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.1%. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებლებს, აღნიშნული არის მარტში 4.3%, თუმცა ბოლო 12 თვის საშუალო 4.4%-ის დონეზეა. აქ მოგეხსენებათ უკვე მიზნობრივ ინფლაციას ვინაიდან გადააჭარბა, ეროვნულმა ბანკმა უკვე მისი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება დაიწყო ამ ნაწილში. საგარეო სექტორს რაც შეეხება, დავიწყებ ვაჭრობით. იანვარ-მარტში ჯამში სავაჭრო ბრუნვამ, საქონლით ვაჭრობამ შეადგინა 5 მილიარდ 867 მილიონი დოლარი, აქედან მილიარდ 723 მილიონ დოლარზე მეტი იყო ექსპორტი, რაც 23.4%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა შეადგინა 4 მილიარდ 153 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 7%-ით ნაკლებია. გარდა ვაჭრობისა, მოგეხსენებათ მომსახურების ექსპორტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, კერძოდ ტურიზმის გულისხმობ, ტურიზმის ნაწილში საქართველოს ეწვია პირველ კვარტალში 1.170.000-ზე მეტი ვიზიტორი, აქედან უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა იყო 997.000 და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. აქ მოლოდინი იყო ფრენების შეზღუდვიდან გამომდინარე, რომ დანაკლისი გვექნებოდა, თუმცა ჯამში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და თანხაშიც გამოსახული ჯამში 829 მილიონ დოლარზე მეტი მივიღეთ პირველ კვარტალში ტურიზმიდან, ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო, რაც დაახლოებით 0.2%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. 0.5%-ის ბოდიში. რაც შეეხება თვითონ სტრუქტურას, ევროკავშირის ქვეყნებიდან არის დაახლოებით 30%-ით გაზრდილი და ისრაელიდან არის შემცირებული და ეს შემცირება ძირითადად იმ ფრენების შეზღუდვას უკავშირდება, რაც იმ პერიოდში იყო. წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი გაზრდილია 14.4%-ით და 798 მილიონ დოლარს აღწევს. და ეს არის ის საგარეო წყაროებიდან ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედი ფაქტორები. რაც შეეხება ნაერთ ბიუჯეტს და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები ჯამში შესრულდა გადაჭარბებით 6 მილიარდ 952 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ პირველ კვარტალში, 102.6%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის, მათ შორის გადასახადები იყო 6 მილიარდ 329 მილიონი ლარი და 100.9%-ია და ამავდროულად 633 მილიონ ლარზე მეტი დღგ-ის სახით დაბრუნდა გადამხდელებთან. გრანტების ნაწილში მივიღეთ 113.4 მილიონი ლარი და 98.99%-ამდეა. სხვა შემოსავლების ნაწილში 499 მილიონ ლარზე მივიღეთ და 130%-ს აჭარბებს აღნიშნული მაჩვენებელი. ასევე კარგი ტემპით მიდის პრივატიზაციის პროცესი, 119 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ პირველ კვარტალში და ეს დაგეგმილი მაჩვენებლის 157.8%-ია. ბიუჯეტის დეფიციტი დავალი, ჩვენ ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი ჰქონდა 2.5%-ის დონეზე წლიური მაჩვენებელი, წლის პირველ კვარტალში გვაქვს პროფიციტული მაჩვენებელი 0.24%-ია ბიუჯეტის პროფიციტი ჩვენ შემთხვევაში პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, რაც შეეხება ვალს, აქ დაახლოებით წლის ბოლოსთვის დაგეგმილი გვაქვს 33.5% და ამ ეტაპზე არის 31.6% მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, აქაც შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული 101.6%-ია და შეადგენს 5 მილიარდ 983 მილიონ ლარს, ნაკლებს 5 მილიარდ 982.9 მილიონ ლარს, მათ შორის გადასახადები სახით მივიღეთ 5 მილიარდ 593 მილიონი ლარი, 100.5%-ია, გრანტების სახით მივიღეთ 114.6 მილიონი ლარი და 101.9%-ია, სხვა შემოსავლები 274 მილიონ ლარზე მეტი იყო და 130%-ია. პრივატიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტის წილი რაც არის უკვე აქაც 65 მილიონ ლარზე მეტია მიღებული და 163%-ია, ხოლო სესხების დაბრუნება მივიღეთ 75 მილიონ ლარზე მეტი და 115.8%-ია.
რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილს, ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით პირველ კვარტალში მივიღეთ 210 მილიონი ლარი, 138 მილიონი ლარს აღემატებოდა საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი და მესამე მიმართულება, რაც მნიშვნელოვანი იყო წლის პირველ კვარტალში, მოგეხსენებათ, იანვარში მოხდა ახალი ევროობლიგაციების გამოშვება 500 მილიონი დოლარის ოდენობით, რაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო ინვესტორების მხრიდან, 5.5 ჯერ აღემატებოდა ინვესტორების მოთხოვნა ჩვენს ემისიის მოცულობას, რამაც საბოლოო ჯამში შეამცირა საპროცენტო განაკვეთის და 5.1%-ის დონეზე დაფიქსირდა კუპონის განაკვეთი. რაც შეეხება, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და საინვესტიციო რეიტინგის არ მქონე ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც COVID-ის შემდგომ პერიოდში დაიწყო როგორც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ასევე ამერიკის ფედერალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების და რაც შეეხება ვალების მომსახურებისა და დაფარვის ნაწილში, საგარეო ვალდებულებებზე მიმართა 1.552 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 409 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს, აქ ჯამში ჩვენ მოგეხსენებათ, გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტის 30 მილიარდ 891 მილიონი ლარის ოდენობით. პირველ კვარტალში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 7 მილიარდ 238 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 91.6%-ია, ხოლო წლიურად დაგეგმილი ბიუჯეტის 23.4%. რაც შეეხება უწყებების მიხედვით, აქ უწყებების დონეზე ათვისება განსხვავებულია, თუმცა საშუალო მაჩვენებელი მოგახსენებთ 91%-ს აჭარბებს, გადაჭარბებით აქვს შესრულებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს 451 მილიონ ლარზე მეტის ათვისება განხორციელდა და 107.5%-ია მისი ნაწილი, მისი ათვისების მაჩვენებელი, რაც შეეხება სხვა უწყებებს, რიგ შემთხვევაში არის 100%-მდე, რიგ შემთხვევაში 80-85%-ის ფარგლებში. მოგახსენებთ მუნიციპალიტეტების ნაწილსაც, შემოსავლების მხარეს მოგახსენებთ ერთი ბიუჯეტი შესრულებულია და შესაბამისად შემოსავლების ნაწილში შეფერხება არ გვაქვს, რაც შეეხება მაინც ვიტყვით DGG-ს ნაწილს, მოგახსენებათ ჯამში არის 2 მილიარდ 186 მილიონი ლარი, პირველ კვარტალში მიღებულია 515 მილიონი ლარი DGG-ის სახით მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ასევე ტრანსფერებს თუ შევხედავთ, უკვე გეგმიური მაჩვენებელის ტრანსფერების რაც არის წლიური 1 მილიარდ 353 მილიონი ლარია, საიდანაც უკვე გადარიცხული და ათვისებულია 112.6 მილიონი ლარი და დანარჩენი პროცესშია. ეს არის პირველი კვარტლის ძირითადი პარამეტრები, მზად ვარ თქვენს კითხვებს უპასუხო, თუ რომელი მიმართულებით გაქვთ. მადლობა. ბატონო, კითხვები ქალბატონო. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, ზოგადი მოცემულობა და ინფორმაცია ბიუჯეტის შემოსავლობებთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური ინფორმაცია არის. მე კითხვა მექნება ძირითადად ხარჯვით ნაწილზე. და განსაკუთრებით ჩვენი დარგობრივი სამინისტროზე, ეს არის რეგიონალური განვითარების სამინისტრო, რომლის შესრულებები კოდების მიხედვით მერყეობს 0.9%-დან 52%-ის ფარგლებში. ეს არის თანხები, რომელიც მუნიციპალიტეტებში და რეგიონული განვითარებისთვის უნდა წავიდეს, განსაკუთრებით სავალალოდ ვხედავ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში გადარიცხული თანხების გახარჯვის მაჩვენებელს. მაგალითად აჭარას თუ 616 მილიონი უნდა ეთვისებინა და თქვენც თუ არასწორი ვარ რომ დამიზუსტოთ წლიური გეგმა არის 616 მილიონი და სამი თვის შესრულების ფაქტი არის 0 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. კახეთის მხარეში წლიური გეგმა არის 70 მილიონი და 3 მილიონი არის შესრულება. იმერეთს უწერია 103 და 9.5 გვაქვს. და თუ შეგიძლიათ რომ ამასთან დაკავშირებით მომცეთ ინფორმაცია, მე შემიძლია გადმოგცეთ რომელ ნაწილს გულისხმობ ჩვენი. ანუ განსაკუთრებით ეხება ჩემი კითხვა ზუსტად შესრულებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეგიონებში სხვადასხვა საკვანძოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურების მშენებლობა, როგორც წყალმომარაგების მიმართულებით, ასევე სკოლები, ბაღები, საგზაო ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. თუ გაქვთ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რატომ ვერ ხდება დაგეგმილის პროპორციული შესრულება? შეიძლება თუ მე მოგახსენეთ, თქვენ საუბრობთ ტრანსფერების ნაწილზე, რაც მუნიციპალიტეტებისთვის დაგეგმილია, წლიური გეგმა არის 1.353 მილიონი ლარი და
მივახსენებთ, ეს არის წლიური გეგმა, თუმცა წლის პირველ კვარტალში როგორც ეს არის პირობითად იანვარში რო გამოვიდა განკარგულება, რომ 440 მილიონი გაუნაწილდა მუნიციპალიტეტს, ამისი ათვისებაა და პირველ კვარტალში ძირითადად იყო სატენდერო პროცედურები, ათვისება ნაკლებია ხოლმე როგორც წესი, თუმცა შედარებით ოდნავ ნაკლებია ჯამური კაპიტალური ხარჯების ათვისების მაჩვენებელი. აჭარაზე ალბათ არასწორად ნახეთ, იმიტომ რომ აჭარას ძალიან მცირე აქვს ტრანსფერი 4.9 მილიონი ლარია აჭარის მუნიციპალიტეტებზე განსაზღვრული. თბილისი 661 მილიონი აჭარაში არ არის ამდენი და 616,000-ია უბრალოდ ავტონომიური რესპუბლიკის ნაწილში 616,000-ია და თბილისი არის 661 მილიონი ლარი, რომელსაც აქცენტი და ამ ეტაპზე 51 მილიონი ლარია გადარიცხული. კახეთის მხარეში კი ბატონო 71.8 მილიონი ლარი და 3 მილიონი ლარია ათვისებული. მოკლედ არის ეს ძირითადად კარგით, იმერეთი არის შთამბეჭდავი 103 მილიონი და აქედან 9.5-ია, ხო? ჯამური არის 125 მილიონი, იმერეთის მხარეზე რაც არის გამოყოფილი 15 მილიონი ათვისება. მთლიან ტრანსფერს თუ გულისხმობთ. ხო, ეს არის ათვისება. ანუ ესენიც ათვისება რაც არის უკვე დარჩენილი წინა წელს დაკონტრაქტებული სამუშაოების ათვისებები, წლევანდელი სამუშაოების ათვისება ჯერ ძალიან მცირე მოცულობით არის, ვინაიდან სადღაც მარტის ბოლოს იყო უკვე შესყიდვების პროცედურები დასრულდა და უკვე მეორე კვარტალში უნდა ვნახოთ მათი ათვისების მაჩვენებლები. ანუ შესაბამისად გეგმითაც ესე ქონდათ, რომ ესეთი მცირედი იქნებოდა პირველ კვარტალში ათვისება? წინა წელს გადმოსული კონტრაქტებიდან ათვისება ხდება ხოლმე და უკვე სადღაც თებერვალ-მარტში არის ტენდერები და მერი არის ხოლმე. ნებავთ. კი ბატონო, პრინციპში ძირითადად ახსნილი არის ეს რატომ არის, გარკვეულწილად ყველა პროცედურები, მათ შორის შესყიდვებთან დაკავშირებით, ტენდერების გამოცხადება და პროექტების რეალიზაციაში ჩაშვება, სწორედ გაზაფხულისა ეს დასაწყისი სჭირდება ხოლმე და გაზაფხულიდან იწყება რეალურად ათვისება ამ თანხების. სხვა შეკითხვები ხო არა გაქვთ ამ შესრულებასთან დაკავშირებით? კი ბატონო, კარგით და მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც აქ არის, კარგია რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფო ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალია, ბიუჯეტის დეფიციტი დაბალი გვაქვს, პირიქით პროფიციტიც კი არის ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფლაცია, რომელიც მაინც ასე ვთქვათ, საპროგნოზო მაჩვენებელზე ცოტა მაღალია და შესაბამისად ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით თავის პოლიტიკურ ასე ვთქვათ და თავის ბერკეტებს იყენებს, რომ პროცესი იყოს ასე ვთქვათ, მართვად ჩარჩოებში ჩატეული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ 500 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაცია, რომელიც საქართველოს მხრიდან იქნა გატანილი, ძალიან დიდი, შეიძლება ასე ითქვას, მოთხოვნა დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზარზე და ეს მიუთითებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ჩარჩოებში არის, მათ შორის ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებელიც არის, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ვთქვათ, რომ პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მოსვენა მივიღოთ როგორც დადებითი, ასე ვთქვათ, შედეგი. კი ბატონო, დიდი მადლობა. ამით მეორე საკითხიც განხილული არის. ჩვენ შესვენება გამოვაცხადოთ ტექნიკური ხასიათის 5 წუთით და გავაგრძელოთ შემდეგ მუშაობა. მესამე საკითხი გახლავთ დასაქმების პოლიტიკის დაგემკვისა და განხორციელების ანგარიში მომხსენებელი იქნება გიორგი ცაგარეიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ჩვენც შემოგვეცალა ხალხი ამასობაში. კი ბატონო, თუ არა უშავს, მაშინ დავიწყოთ მაშინ. სად არის დღის წესრიგი, კაცო? აქ არის.
განვაგრძობთ კომიტეტის სხდომას, მესამე საკითხის განხილვა გვაქვს დღის წესრიგით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში მომხსენებელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. გთხოვთ ბატონო გიორგი. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის, ყურადღებისთვის. ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, შესაბამის წესით საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილია საქართველოს პარლამენტში დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში 25 წლის. ჩვენ კანონიდან გამომდინარე ყოველ წელიწადს გვაქვს ვალდებულება მსგავსი ანგარიში წარმოვადგინოთ საქართველოს პარლამენტის წინაშე. მე შევეცდები მოკლედ ძირითად ასპექტებზე შევაჩერო თქვენი ყურადღება ძირითად ტენდენციებზე, ასე ვთქვათ. როგორც წინა წელსაც და განსაკუთრებით წელს დასაქმების სააგენტოს საქართველოს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებელ უწყებად ჩამოყალიბდა და ეს ჩამოყალიბების პროცესი არ იყო მარტივი. 20 წელს შეიქმნა სააგენტო დაემთხვა სააგენტოს შექმნა პანდემიის პერიოდს. აქტიურად, რა თქმა უნდა, სააგენტო ვერ ახორციელებდა ამ წლებში თავის უფლებამოსილებას. სადღაც 23-24 წლებში უკვე სააგენტომ აქტიურად დაიწყო მუშაობა ჩვენი მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით, როგორც იცით, დასაქმება უმუშევრობის დაძლევა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისა და რა თქმა უნდა, ეს ერთიორად ზრდის ჩვენ პასუხისგებლობას, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ ამ მიმართულებით. და უწყება ჩამოყალიბდეს მთავარ უწყებად, მთავარ ინსტიტუციად საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით და ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდად და გზად გადაიქცეს სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის. ამ საკმაოდ რთულ და ძნელ მისიას მეტნაკლებად სააგენტო უმკლავდება. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, ამ პრობლემების გადალახვაზე ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც ფოკუსირებული ვიყავით 25 წელს, ესაა სერვისების და პროგრამების გეოგრაფიის გაფართოება, მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერა, პროგრამების მორგება ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე და ჩვენი უწყების ინსტიტუციური გაძლიერება. რაც თავში მოიცავს, რა თქმა უნდა, ცნობადობის გაზრდასაც. სასათაოდ შევეხები მოკლედ ძალიან ამ პრიორიტეტებს. გეოგრაფიის გაზრდის გარეშე რთული იქნება იმ ადამიანებზე გასვლა, ვისაც რეალურად უჭირს, ვინც სამუშაოს ეძებს, არის სამუშაოს დასაქმების მაძიებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცოტა გაუსწრებ მოვლენებს, რამდენიმე დღის უკან გავხსენით უკანასკნელი ჩვენი ოფისი ცხეთართიანეთში და ამით დავასრულეთ რეგიონულ ცენტრებში ოფისების გახსნა და ფორმირება. ასევე რამდენიმე სხვილ მუნიციპალიტეტში, დიდ მუნიციპალიტეტში ჩვენი ქვეყნის ჩვენ ცალკერძად ვართ კიდევ შესულები გარდა რეგიონალური ცენტრისა, მაგალითად რო ვიყოთ ვართ წარმოდგენილი ქუთაისში, ამით ვფარავთ იმერეთს, ამის გარდა ვართ წარმოდგენილები ზესტაფონში, დერჯოლაში, ბაღდადში, სამტრედიაში და ასე შემდეგ და 16 მუნიციპალიტეტში უკვე ქვეყნის არ არის ჩვენთვის თვითმიზანი ამ ყველა მუნიციპალიტეტში შესვლა საჭიროებების მიხედვით მოქმედებთ, მუშაობთ ამ მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში გეოგრაფია ნელ-ნელა იზრდება, სააგენტოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არა ვართ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში აქტიურად მოქმედებთ რეგიონალური ცენტრიდან მობილური ჯგუფების მეშვეობით და ამას მიეცა უკვე გასულ წელს კამპანიური ხასიათი და წელსაც გრძელდება ეს და გავაგრძელებთ ძალიან ინტენსიურად. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფაქტიურად განახლება და
მთლიანი აღჭურვა მიმდინარეობს აგენტოსი, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და სხვა ყველა იმ ტექნიკური საშუალებებით, რაც დაგვაახლოებს ადამიანთან, ჩვენი რეგიონების მაცხოვრებლებთან, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებთან და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გეოგრაფიის გაფართოებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმ ადამიანების მაქსიმალურ მხარდაჭერას, რომლებსაც ყველაზე უფრო ესაჭიროებათ, რა თქმა უნდა, დასაქმება ყველას უნდა, მაგრამ არიან ჯგუფები ჩვენ საზოგადოებაში, რომლებსაც მაქსიმალური გვერდზედგომა მხარდაჭერა სჭირდება. სამწუხაროდ, რამდენიმე ჯგუფი ყავს ესეთი ქვეყანაში და მათთან საჭირო აქტიური თანამშრომლობა და მათ შორის ზოგჯერ ისეთი ბარიერების გადალახვაც, რომელიც έψი თუ უნებლიეთ მათი ცხოვრების გზაზე არის შექმნილი. აქ ჩვენ ცოტა ფრთხილი მიდგომებიც გვჭირდება და მიმართულებით, რა თქმა უნდა, უნდა ვიაქტიუროთ ახალი მეთოდები, ფორმები უნდა გამოვიმუშაოთ ამ ჯგუფებთან ურთიერთობის და ამას ვაკეთებთ კიდევაც. პროგრამების მორგება ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე, იცით თქვენ რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს ჩვენ და რა თქმა უნდა ეს პროგრამები უნდა იყოს ბაზრის მოთხოვნებზე, რეალურ მოთხოვნებზე მორგებული, არ უნდა იყოს განყენებული დროსა და სივრცეში, უნდა ეხმიანებოდეს დღევანდელ გამოწვევებს. აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროგრამა გვაქვს ჩვენ მომზადება-გადამზადების პროგრამა, პროგრამა უпростоრად და ამ პროგრამას ძალიან აქტიურად ვახორციელებთ, უწევთ პოპულარიზაციას, ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი კურსები 1-დან 3 თვემდე, ძალიან პოპულარულია ეს კურსები, უამრავი ადამიანი გვეხმიანება 25 წელს 58 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში განვახორციელებთ გარკვეული ინვესტიციები. სააგენტო მითანამშრომლა 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან და პროგრამაში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. წელს ბევრად უფრო დიდი ციფრი გვექნება, თუ აქტიურად მიმდინარეობს ამ მიმართულებით პროგრამის განხორციელება და რაც ყველაზე უფრო მთავარია და რაც ყველაზე უფრო გვახარებს და ეს ტენდენცია გვეთვალისწინებია, ამ პროგრამების კურს დამთავრებულები საქმდებიან მასობრივად 70%-მდე იყო გასულ წელს კურსდამთავრებულის მსმენელის დასაქმება. არის რამდენიმე ძალიან პოპულარული მიმართულება, აი მაგალითად სარესტორნო, სამზარეულო ეგრეთ წოდებული ბიზნესი და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი ამ მიმართულებებს, სადაც ფაქტიურად დასაქმების მაჩვენებელი შეიძლება 100%-საც უახლოვდებოდეს. ანუ სადაც კვალიფიციური ადამიანი არსებობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, მასზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის მყისიერი და ის საქმდება. და ჩვენ ესეთი სფეროები, მიმართულები, დარგები უნდა მოვიძიოთ, მოძიებულიც გვაქვს, უნდა მოხდეს სრული პასპორტიზაცია ამ დარგების, მათი პრობლემების და აი აქ ამაზე უნდა მოერგოს, რა თქმა უნდა, ეს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. ჩვენ არ გვჭირდება პროგრამა ისეთი, სადაც შეიძლება გადამზადდეს ადამიანი და შემდეგ ვერ დასაქმდეს. ეს წარმოუდგენელია, ეს არის დროის და ენერგიის და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სახსრების ფუჭი ხარჯვა. აქაც რა თქმა უნდა, როგორც ყველა საბიუჯეტო სფეროში, ჩვენ შეზღუდული ვართ სახსრებით. ეს არ არის რაღაც ამოუწურავი მოვლენა, ხელი ჩაყო და ამოიღო იმდენიც რამდენიც ხელსამოყვება, ეს გამორიცხულია, ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოზომილი ბიუჯეტი, მზარდი ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მიმართულებას გააჩნია განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში, რა თქმა უნდა, დასაქმების მიმართულების ბიუჯეტის ნელ-ნელა მზარდია. ჩვენ უმატებთ თანხებს, ფოკუსირებულად უმატებთ თანხებს იმ მიმართულებებს, სადაც ვფიქრობთ, რომ ამ თანხების დამატებას რეალური შედეგი მოყვება. აი მაგალითად, სტაჟირების სუბსიდირება
ორი წლის უკან იყო 300 ლარი, შემდეგ 400 ლარი გახდა, უკვე გასულ წელს 500 ლარი გახდა. ამან მოგცა იმის საშუალება, რომ გავასამაგეთ, გავაოთხმაგეთ სტაჟირების მოსურნე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. როცა ეს დავინახეთ, შევისწავლეთ მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში ამ მიმართულებით პროცესები, უკვე წელს გავაჩინეთ მაღალმთიან რეგიონებში სტაჟირების სუბსიდირების კომპონენტი და ყავს უკვე პირველი ბენეფიციარები, ანუ მოთხოვნა ნელ-ნელა წამოვიდა. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან მათ სტრუქტურებთან სრულ თანხმედრაში ხმაშეწყობილად მუშაობთ ამ მიმართულებით და ამიტომაც არის ფაქტიურად უკვე რეალური შედეგი. რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია უბრალოდ დასაქმება, გვაქვს რამდენიმე აქტიური ბერკეტი, რომელსაც ვიყენებთ მათთან თანამშრომლობის დროს, მასობრივი გასაუბრებების, ფორუმების საშუალებით, სხვა უამრავი კომუნიკაციის არხი არსებობს. გვაქვს ფაქტიურად ყველა დამსაქმებელზე ქვეყანაში სრული მონაცემი, ვინ რა პროფილით მუშაობს, ვის რამდენი ადამიანი ყავს დასაქმებული, რა შეუძლია შესთავაზოს დასაქმების ბაზარს და აი ეს რეგიონალურ ჭრილში ჩვენი ოფისების გეოგრაფიის გაზდაც ხელს გვიწყობს მაგაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რეგიონიდან ამოვიღოთ ინფორმაცია რეალურ სამუშაო ადგილების თაობაზე და ნელ-ნელა უკვე დობა უჩდება სააგენტოს მიმართ დამსაქმებელს, ანუ ბიზნეს აქტიურად იყენებენ ჩვენ საშუალებებს იმისთვის, რომ მოიძიონ საქართველოს შრომის ბაზარზე დასასაქმებელი ადამიანი. ამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი არის, რა თქმა უნდა, ელექტრონული სისტემების განვითარება, რომელსაც ძალიან აქტიურად ახლა ახორციელებდა წინა წელსაც და წელსაც ეს გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ჩვენ შევქმნით ფაქტიურად ახალი WorkNet-ის სისტემა ელექტრონული ამ დასაქმების უზარმაზარ სფეროში შეღწევადობის, ესე ერთგვარი კარიბჭე არის იმისთვის, რომ შრომის მაძიებელი და დამსაქმებელიც რეალურად ფლობდეს იმ ვაკანსიებზე სრულ სურათს, რაც არსებობს ქვეყანაში და უკვე ათასობით ახალი ვაკანსია იტვირთება WorkNet-ზე და WorkNet-ი იქნება საშუალება იმისა, რომ ჩვენ უფრო აქტიურად, დისტანციურად დავაკავშიროთ ადამიანები, კომპანიები და ადამიანები ერთმანეთთან. ეს პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ძალიან აქტიური ხელშეწყობით და ამ გზაზე საკმაოდ დიდი ხელშესახები წარმატებები ჰქონდა სააგენტოს და ამის გამო მსოფლიო ბანკმა გასულ წელს $1 მილიონ ახალი გრანტი დაამტკიცა, არა სესხი, არამედ გრანტი სააგენტოს ინსტიტუციური საჭიროებების გაძლიერებისთვის, ტექნიკური გადაიარაღებისთვის, ცოდნის ამაღლებისთვის და საკმაოდ კარგად თანამშრომლობთ ჩვენ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკთან, არამედ ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ვისაც უნდა რეალურად დაეხმაროს საქართველოს არა სიტყვებით, არამედ საქმით. და ეს ამ ბოლო დროს ერთიორად დაფასდა მე მგონი ზოგადი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ისე რომ ვფიქრობ ამ მიმართულებითაც ჩვენ საკმაოდ ხელშესახები მიღწევები გვაქვს და ეს შაშან წინა წელს დაგვემატა ეს ფუნქცია, რომლის განხორციელებას შეუდგა უკვე ამ წლის 1 მარტიდან სააგენტო საკმაოდ აქტიურად, ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რეგისტრაცია ჩვენ შრომით ბაზარზე. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ჩავარდნა იყო, შემიძლია პირდაპირ თქვა და აქ ესეთი თავაშვებული ლიბერალური მიდგომა ჩემი აზრით აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც საჯვარედინზე იმყოფება ისეთ რეგიონში, როგორც ჩვენი რეგიონია და ისეთი გამოწვევებით სავსე რეგიონში, როგორც ჩვენი რეგიონია. არის შრომითი მიგრაციის უზარმაზარი ნაკადები,
რომელმაც არათუ საქართველოს, არამედ ფაქტიურად ევროკავშირსა და შეერთებული შტატების შრომითი ბაზრები შეარყია და აქ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა დაგვეწყო აქტიური ქმედებები და საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით და მითითებით, რა თქმა უნდა, გააქტიურდა ამ მიმართულებით უკვე წინა წლიდან პროცესები, მთელი წელი მუშაობდით საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე. თქვენთან ერთად ბუნებრივია საქართველოს პარლამენტის წევრებს ჰქონდათ ძალიან კარგი ინიციატივები, რომელიც ფაქტურად განხორციელდა და კანონის სახე შეიძინა ამ ყველაფერმა და დაიწყო უკვე რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ და რომლებიც ეძებენ ჩვენთან დასაქმებას და უკვე დასაქმებულები არიან. ასეთი ყავს სისტემაში აღრიცხული უკვე 22000 უცხო ქვეყნის მოქალაქე. მათი რიცხვი მზარდია ყოველდღიურად, ფაქტიურად მუშაობს სისტემა გამართულად 24 საათის მანძილზე. ჩვენი საიტი არ ითიშება, ანუ სისტემა მოქმედებს და მასში შეღწევადობა შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს დარეგისტრირება და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რამდენი ადამიანია საქართველოში, რას აკეთებენ ეს ადამიანები, სად მუშაობენ. ჩვენ ვარეგისტრირებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ. წინა კომიტეტს დაისვა ეს კითხვა, ანუ 22000 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მუშაობს. აქ მუშაობს, ბატონო? იმის შემდეგ დაიწყო ამ სისტემის ფორმირება. თუმცა 23 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, რამდენიმე კანონში ისედაც იყოს გარკვეული მონაცემების წარდგენის ვალდებულება ჯანდაცვის სამინისტროში, თითქმის 3 წელი იმუშავა ამ სისტემამ, ოღონდ ის არასრული იყო, უკავშირი ფაქტიურად არ არსებობდა სამინისტროს მხრიდან, ჩვენ ამის უფლება არ ქონდა, უბრალოდ უნდა დაგვერეგისტრირებინა ადამიანი, ამის ვალდებულება ქონდათ იურიდიულ პირებს, მხოლოდ მათთან დასაქმებული ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა დაერეგისტრირებინათ. იყო მინიმალური ჯარიმები ამ რეგისტრაციის გვერდისავლის გამო და ამგვარი 1 მარტამდე, ამ წლის 1 მარტამდე ყავდა 62000 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს ადამიანებს უნდა მოვიდნენ ახლა ხელახლა და რეგისტრაცია უნდა მოხდეს ამ ადამიანების და უნდა მოვიდნენ ამ სისტემაში და ახლა ვინც არის ეს 22000 კაცი არის ფაქტიურად თვით დასაქმებული, რომელიც მანამდე არ ყავდა ჩვენ სისტემაში და ახლა გამოგვიჩნდა. ანუ ამან მოგცა იმის საშუალება, რომ სრული სურათი წარმოვიდგინოთ, სად ვინ მუშაობს, რა პროფესიებში გვიჭირს, სად გვილხინს, სად არის ჩავარდნები, სად გჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქის ძალისხმევა, იმისთვის რომ შეუფერხებლად იმუშაოს ბევრმა დარგმა და სფერომ და განმეორდები ვიტყვი, რომ ჩვენ გვინდა და გჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რა თქმა უნდა, საქართველოში პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ინვესტიცია განახორციელოს ქვეყანაში, გადასახადები გადაიხადოს ქვეყანაში, მათგან ვისწავლოთ ბევრი რამე, ბუნებრივია ეს გჭირდება ჩვენ და ეს გჭირდება ნებისმიერ საზოგადოებას. მათ შორის საქართველოსაც გჭირდება. ოღონდ ყველაფერი ეს უნდა იყოს კანონისმიერი, უნდა იყოს კანონის კაც ჩარჩოებში მოქცეული და როგორც თავმოყარე საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ მიწა-წყალზე, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ ფარგლებში, ჩვენ სუვერენულ საზღვრებში ვინას აკეთებს, რას ცდილობს, როგორ მუშაობს, როგორ იხდის გადასახადს და ასე შემდეგ. მე მგონი ამაში საცნაური არაფერი არ არის, ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, რომელზეც სხვათა შორის მუდმივად მიგვითითებდა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის დროს ევროკავშირი და ევროკომისია. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიური ნაბიჯები გადავდგით და ჩამორჩენა გარკვეულწილად აღმოიფხვრა, სისტემა საკმაოდ დინამიურია, ცოცხალია, როგორც დასაქმების ისე, რა თქმა უნდა, უცხოელთა შრომითი საქმიანობის აღრიცხვის, ეს ორივე ერთ სააგენტოს კოლგის ქვეშ არის მოქცეული, არის ცვალებადი სისტემა, არ არის გამორიცხული რამდენიმე დღის უკან თქვენ ასევე შეიტანეთ უკვე ამ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები საქართველოს პარლამენტის წევრებს გულისხმობ,
მომავალში შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები იმისთვის, რომ მოდერნიზება მოხდეს და იმ გამოწვევებს მოერგოს ჩვენი კანონმდებლობა. რადგანაც პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით, ეს არ არის რაღაც განყენებული პროცესი, შეეხება ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც ლამობენ ჩვენი ქვეყნის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ლამობენ დასაქმებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ კომფორტული პირობები უნდა შეუქმნათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ელემენტარული სახელმწიფო წესრიგი აქ უნდა იყოს დამყარებული, რომ ჩვენ ვიცოდეთ ტენდენციების თაობაზე. იცით თქვენ, რომ რამდენიმე მიმართულებით ჩვენ ნულოვანი კვოტები დავაწესეთ, აქაც საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ რეკომენდაციებით შესაბამისად მე მივმართოთ საქართველოს მთავრობას და ვნახოთ სრული სურათი დასაქმების ბაზრისა, ისე რომ სააგენტო მინდა გითხრათ ძალიან საინტერესოდ ვითარდება, არის ბევრი გამოწვევა ამ სფეროში და ვცდილობთ რომ ფეხი აუწყოთ ამ გამოწვევებს და ჩამორჩენები სადაც იყო იქ აღმოფხვროთ ეს ჩამორჩენები და რეალური სამუშაო ადგილები რაც თავარია შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იმ ადამიანებს ვისაც აქვთ რა თქმა უნდა დასაქმების სურვილი. მადლობა. Քանի კოლეგა კალბოტონო ხათუნა царცვაძე სააგენტოს უფროსის მოადგილე თუ რაიმე კითხვები იქნება კონკრეტულად მე მზად ვარ და კალბოტონი ხათუნაც რომ გაგცეთ მადლობთ ბატონო გია. მადლობა თქვენ. შეკითხვები. ბატონო მაზორ და ბატონო ზვიად. რახან დავასახელე ბატონი აზორი, დავიწყოთ ეს. შეიძლება მოგესალმებით, შეიძლება აი თქვენ თემას არ ეხებოდეს, მაგრამ აიც მინდა დასაქმება სიტყვა ქვია და აი სოციალურ დაუსაქმებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთპიროვნულად მივიღეთ, ერთპიროვნულად გავუშვით. ხო და დიახ. და ამან ძალიან ისეთი მით უმეტეს მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია სხვა ქარხანა არ არსებობს ფაბრიკა და ძალიან ისეთი დიდი მშენებლობა რომელთაც ეს ადამიანები დაასაქმებთ და ხვალ დღე უკეთესი ექნებოდათ მაგრამ დღესდღეობით ხშირი შეკითხვებია და ამ მიმართულებით ხო არ ამას ფიქრობთ მალოთ. კი ბატონო მოგესალმებით მეც კითხვა მქონდა ბატონო აზორ პირველი და კარგია რომ თქვენც იგივე გაწუხებთ და თქვენს რეგიონში ესა დარწმუნებული ვარ მარტო იმერეთი და აჭარა არ იქნება ესეთი. მეორე კითხვა მე რაც მაქვს არის ესეთი. თქვენ გაქვთ მოცემული მონაცემები აწარმოე საქართველოს ხაზით რამდენი ადამიანი დასაქმდა 2025 წელს აქ გაქვთ მითითებული რომ 3961 და მე მაქვს ესეთი კითხვა. მოწმდება თუ არა დაფინანსებული პროექტების შედეგები დასაქმების თვალსაზრისით. ანუ ნებისმიერი პროექტი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს აფინანსებს, მიყვება ვალდებულებები. მათ შორის რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს ამა თუ იმ პროექტზე. ანუ როდესაც ეს პროექტი დაფინანსდა და დაიწყო განხორციელება, მე ხდება თუ არა მონიტორინგი ეს ადამიანები დარჩნენ იქ, ეს პროექტი გაგრძელდა, შეჩერდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე მაქვს მაგალითები, როდესაც რამდენიმე თვე იმუშავა ამა თუ იმ პროექტმა და შესაბამისად მე აღარ გაგრძელდა და დაფინანსებაც შერჩა და ასე შემდეგ. მეორე კითხვა პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით. ესე იგი თქვენ ახსენეთ რომ თეთრ კვადრატთან ერთად მოხდა ბოლნისში კოლეჯის მშენებლობა, რაც მისასალმებელია და ძალიან კარგია. უბრალოდ აქ არის ერთი რამ, რომ თეთრ კვადრატთან სახელმწიფო თანამშრომლობს 2018 წლიდან, როდესაც პირველი კოლეჯი გაიხსნა ზესტაფონში და მაინტერესებს ამ 7 წლის განმავლობაში სხვა კომპანია, სხვა კერძო კომპანია რატო არ დაინტერესთან, თუ თეთრ კვადრატთან რაღაცა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი გვაქვს, ალბათ შესაძლებელია რომ სხვა კომპანიებიც დაინტერესდნენ. და კიდე ბოლო კითხვა. ხო, ნუ აქ ისეთია რომ იყოფა ეხა ამ შემთხვევაში ზოგი შეიძლება განათლების კომპეტენცია იყოს, მაგრამ ვინაიდან თქვენს ანგარიში მოყვანილი არის მაგალითები, ამიტომ გისვამთ ამ კითხვებს. და წყალტუბოს კოლეჯი მათ შორის, რომელიც ახსენეთ თქვენ რომ ეს სტუმართმასპინძლობის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სწორედ მაგიტო აშენდა წყალტუბოს კოლეჯი.
დასრულდა 2022 წელს, როგორც მახსოვს და ეხლა მითითებულია, რომ მიმდინარეობს ეხლა ავტორიზაციის პროცესი. Ну, კარგით, ეხლა ხარვეზებს აღარ მივაქცევიოთ ყურადღება, უბრალოდ მაინტერესებს, როდის უნდა დაიწყოს ამან ფუნქციონირება წყალტუბოს კოლეჯიდან და როდის გამოუშვებს პირველ, ასე ვთქვათ, ნაკადს, რომ შეძლო ადამიანებმა მერე დასაქმება. მადლობა. შეკითხვას მეც დაგისვამთ, ცოტა ისეთი უფრო ზოგადი ხასიათის შეკითხვა არის. ანუ ეხლა სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო მონაცემები იყო გამოქვეყნებული და დაახლოებით 13 რაღაც არის ხო უმუშევართა რაოდენობა. ანუ კლებაო არ არისო 2024 წელთან შედარებით. აი ერთი ესეთი რამ მაინტერესებს, ანუ შრომის ბაზრის შესწავლა და ასე ვთქვათ ეს მოთხოვნები რაც არის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ხო, რომელთა ანალიზის საფუძველზე უკვე შეთავაზებებს აკეთებთ. ანუ გვაქვს სრულყოფილი სურათი, ხო, შრომის ბაზართან და მოთხოვნებთან დაკავშირებით. გვაქვს საშუალება იმისა, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული პირებისათვის, ვისაც სურს დასაქმება. ხო, ეს work-ი მაგას ნიშნავს, ხო, მე როგორც მივხვდი. არის საშუალება, რომ გადამზადება მოხდეს ადამიანების, ვისაც ამის სურვილი ექნება. და შემდეგ დასაქმებაც შესაბამისად, ანუ დასრულდეს პროცესი საბოლოო ჯამში დასაქმებით. აი, უბრალოდ მაინტერესებს ადამიანები, აი 13% რას ნიშნავს, რომ გამოთქვეს სურვილი და ვერ მიიღეს შედეგი, თუ არ გამოუთქვიათ სურვილი, თორე რო გამოეთქვათ სურვილი, ეს ციფრი იქნებოდა პირობითად 11%. ხო, მესმის, რომ უმუშევრობის საერთოდ აღმოფხვრა არ არის ბოლომდე ბუნებრივი მოვლენა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ აი ეს ანალიზი გასაგებად რო ვთქვათ, რა შეიძლება აქ იყოს. დიდი მადლობა. ან ერთი ვარიანტიც არის, რომ ის შეთავაზებები, რაც შრომის ბაზარზე არის, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის არარელევანტურად თulis, რომ ამ მიმართულებით მე ვერ ვიმუშავებ და ამ ციფრში ამას აქვს გარკვეული წილი. მადლობთ. კი ბატონო, შევეცდები აქცეთ კითხვებზე პასუხი და შემდეგ ქალბატონი ხათუნაც შეგვერთება. რაც შეეხება სოციალურ დაუცველებს. ცნობილი პროგრამა იყო საზოგადოების დასაქმების. წლიდან წლამდე აქ იხარჯებოდა დაახლოებით 100 მილიონი ლარი. ზოგჯერ დეფიციტურიც იყო და 22 წელს დაიხარჯა 112 მილიონი ლარი. 4 წელიწადში დაიხარჯა დაახლოებით 370 მილიონი ლარი. ეს არის ციფრები, რომელიც ყველგან არის, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. და თავიდანვე როცა საქართველოს მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა ამ პროგრამას, ყველა მიცოდა, მათ შორის ადგილებზეც მერებმა, გუბერნიებმა, რომ ეს იყო 4 წლიანი პროგრამა და 4 წლის თავზე ეს დასრულდებოდა. და შესაბამისად ის ჯავშნები, რომელიც გავრცელდა ამ პროგრამაში ჩართულ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, დარჩებოდა ჯავშნებად და მათ ხელი შეეწყობოდათ იმისთვის, რომ მომავალში აქტიური შრომის ბაზარზე გამოსულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ. ეს არის ახლა მათთვის თავარი გამოსავალი. ამ მიმართულებით სახელმწიფო უზარმაზარი სახსარი გაიღო. მე არ ვიტყვი, რომ ერთგვარი ვალი მოიხადა ვინმეს წინაშე. ბიუჯეტი საერთოა ყველასია და ყველას ეკუთვნის, ბუნებრივია და ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიც იყო, ეს ბუნებრივია და საქართველოს მთავრობას ეს უნდა გაეკეთებინა, გაკეთდა კიდევაც და ახლა ჯერი რა თქმა უნდა არის ამ ადამიანებზე და არის ისევ სახელმწიფოზე, ბუნებრივია. და მათთან მუდმივი ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდევაც მომავალ წლებში. ჩვენ გვაქვს ახლა დავიწყეთ ამ ინფორმაციის მოძიება, ინფორმაცია მოძიებული, რომ ასობით ადამიანი
რომელიც იყო დასაქმებული ამ მიმართულებით, დასაქმდა მუნიციპალიტეტებში. მათ გამოავლინეს და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში, არამედ ბიზნესის მიმართულებით მათ გამოავლინეს გარკვეული უნარჩვევები, რომელიც საინტერესო იყო დამსაქმებლებისთვის და საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეებისა, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმდა იმ პროგრამიდან. აქ ყავდა ჩვენ დაახლოებით 28,000, ხო? დიახ, 28,000 ადამიანი. ბოლო წელს დასაქმებული. რომელსაც უხდიდით თვითონ თვემდე 300 ლარს. დიახ, 300 ლარს. ნუ იქიდან ზოგი ნაკლებს იღებდა გამომდინარე ნამუშევარი დღეებიდან, ტაბელიდან გამომდინარე, მაგრამ ნუ ზოგადად იყო 300 ლარი. 300 ლარზე მეტი არ იყო. ეს იყო და აქტიური დასაქმების პროგრამა უნდა გაგრძელდეს. აი ის რაც ახლა ჩვენ შევეცადეთ გაგვეკეთებინა სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები ცოტა სხვანაირადაც ხედავდნენ თავიანთ მომავალს და ცოტა სხვა ჭრილში დაინახონ დასაქმების პერსპექტივები. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მოვალეობა და მაღალმთიან რეგიონებში სუბსიდირების პროგრამაც ერთ-ერთი წელს რაც დავიწყეთ გამოხმაურება არის ამისი. არა მთლიანად ამას ვერ დავაკომპენსირებთ, ბუნებრივია, მაგრამ მცირედი შეღავათი შეიძლება იყოს ადამიანებისთვის, ვინც მაღალმთიან რეგიონებში არის დასაქმებული. ჩვენ გვინდა ადამიანებს დავანახოთ სხვანაირი პერსპექტივა, რომ მათ ბევრად უფრო მეტი შეუძლიათ სხვაგან, ვიდრე იყვნენ დაკავშირებული მუნიციპალიტეტთან კონკრეტულად, იყვნენ გარკვეული პროგრამის ბენეფიციარები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ მხოლოდ შემწეობას და დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ეს ერთგვარი შემწეობა იყო, რა თქმა უნდა. და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ცოტა გააზრებაც მოგვიწევს რაღაცეების სახელმწიფოს როლის სხვანაირ მიტანას და წარმოჩენას ადამიანებამდე. მე ვფიქრობ, ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, იმედი არის მუნიციპალიტეტი, იმედია გუბერნია, სამინისტრო, მთავრობა, ხელისუფლება ბუნებრივია, მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მაგრამ აქ უფრო მეტი რაღაც კრეატიულობა, უფრო მეტი დაფიქრება მართებთ იქეთაც და აქეთაც ადამიანებს. მე არ ვახარისხებ, რა თქმა უნდა, ეხა ფენებად და მხარეებად ადამიანებს, მაგრამ აქ რაღაც ინოვაციური მიდგომებია საჭირო. ყველა ის ინსტრუმენტი, რომელსაც ახლა ჩვენ ვააქტიურებთ, რაზეც ახლა ჩვენ მუშაობთ, სწორედ აქეთკენ არის მიმართული. რომ ერთგვარი რაღაც ჩაკეტილი სივრციდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გამოვიყვანოთ, შემოვიყვანოთ ღია შრომის ბაზარზე, აქ დავანახოთ პერსპექტივა და არ იყოს ადამიანი მხოლოდ იმის იმედად, რომ მუნიციპალიტეტი თუ ცენტრალური ხელისუფლება თვითონ თვემდე 300 ლარს ჩაურიცხავს მისი ოჯახის წევრს ან მას. აი გვინდა რომ ამას მივახციოთ. მე მგონი ეს არ არის ცუდი მიზანი ჩემი აზრით და საკმაოდ სანუკვარი, საკმაოდ დიდი მიზანია, რომელსაც ნაწილობრივად თუ ჩვენ მივახციეთ, გარწმუნებთ დასაქმების მიმართულებით პრობლემები, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მოგვარდება და მე გეთანხმებით ბატონო ირაკლი, ამ პრობლემის აღმოფხვრა სრულად შეიძლება წარმოუდგენელიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვცადოთ, რაც შეეხება ამ 13%-ს და ზოგადად ამ პროცენტებს, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს თვითონ თვემდე წლიდან წლამდე. ბატონმა პრემიერმა რამდენიმე დღის უკან განაცხადა, რომ 200,000-ზე მეტი უცხოელიაო საქართველოში. და ეხლა ჩვენი ბაზებიც მეტყველებს ამაზე, რომ უამრავი ადამიანი შემოდის საქართველოში, აქ საქმდება, ღირსეულ ანაზღაურებას იღებს, გადასახადებს იხდის. ჩვენ რა თქმა უნდა გვაკლია მუშახელი ძალიან ბევრი მიმართულებით და გვაკლია ხალხი ძალიან ბევრი მიმართულებით და გვჭირდებიან ადამიანები ძალიან ბევრი მიმართულებით. მე აღვნიშნე თქვა სარესტორნო ბიზნესი, მინდა გითხრათ რომ კარგი კულინარი 100%-ით საქმდება, აი 90-იც არა. ფაქტიურად 100%-ით საქმდება საქართველოში და ის აღარ იყურება უცხოეთში და აღარ გარბის
ევროკავშირში ან შეერთებულ შტატებში. ამიტომ აქ მათ შორის ყველა მხარის ჩართულობაა საჭირო, მხოლოდ სახელმწიფო აქ ფონს ვერ გავა, თუ არ იყო ბიზნესის ძალიან აქტიური მხარდაჭერა, აქ ცოტა პრიორიტეტებიც არის ჩვენი აზრით გადასალაგებელი ასაწყობი, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ეს არის საერთო საქმე. აი ამ პროცენტისაც თქვენ ბრძანეთ, ამის ჩამოწევა, დაბალნიშნულზე მიყვანა, დაბალნიშნულზე დაწევა და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება, ეს არის ყველა საერთო საქმე. აქ პროფესიული უნარჩვევები უნდა გაიზარდოს და უნდა ავამაღლოთ ჩვენ და ამითი ვართ დაკავებული ფაქტურად ყოველდღე და ამაში ვართ ჩართულები და სახელმწიფოს სამმართველობით საკმაოდ დიდ სახსრებს აბანდებს, მილიონობით ლარი იხარჯება პროფესიული უნარჩვევების განვითარებაში და მომზადება-გადამზადების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიანი პროგრამების დაფინანსებაში, რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან მომზადება-გადამზადებას და პროფესიულ განვითარებას. აქ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო არ ერთვება და არ ერევა, ჩვენი მიმართულება გვაქვს კაცრად განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ და კანონით მონიჭებული. ეს შეეხება მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს. აქ იყო კითხვა დასმული რამდენიმე კოლეჯთან დაკავშირებით ამ ანგარიშის ნაწილი არის სხვადასხვა უწყების მიერ დასაქმების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აქ მეტრაკლებად დაუმწურავად არის მიღწევები და პრობლემები ჩამოყალიბებული. მე ერთ რამე შემიძლია გითხრათ დაწყებული ბოლნისით დამთავრებული წყალტუბოთი, რომ ჩვენ გვჭირდება ბევრი კოლეჯი. რაც შეიძლება მეტი პროფესია, ჩვენ გვჭირდება მათ შორის ისეთი სერტიფიცირებული პროფესიები, ანუ ისეთი კურსები განათლების მიერ სერტიფიცირებული და შემოწმებული და გადამოწმებული, რაზეც გვექნება მოთხოვნა. ანუ არის მოთხოვნა და უნდა იყოს მიწოდება სახელმწიფოს მხრიდან. იყო რამდენიმე კურსის, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებდით და ის ხელშესახებ რეზულტატს შედეგს ჩვენ არ გვაძლევდა, ამიტომ ნელ-ნელა ამ კურსებმა თავისი ამოწურეს, სამაგიეროდ გაჩნდა კურსები, სადაც მოთხოვნა მაღალია და აქ გვინდა ჩვენ მიწოდება გავაათმაგოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. არის ისეთი კურსები, რომელიც შეიძლება ესე პოპულარული არ იყოს საზოგადოებისთვის კურს არ ჭირდეს, მაგრამ ძალიან საჭიროა მაგალითად კურსები ეგრეთ წოდებული შინმოვლის კურსები, ბინაზე მოვლის ეგრეთ წოდებული ბარიატრიის მიმართულებით მათ შორის კურსები და ბევრი ისეთი კურსი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. აღარ ვამბობ ეგრეთ წოდებული beauty business-ის სილამაზის მიმართულებით კურსებს. კი უყურებ თქვენ საქართველოში ფაქტიურად უამრავი ამგვარი სალონია და უამრავი ადამიანი იმას იყენებს. ანუ ბაზარი გაჯერდა ამგვარი მოთხოვნით და იქვე ფეხი აუვით ჩვენ და მიწოდება დავიწყეთ შესაბამისად ადამიანების საკმაოდ დიდი ჯამაგირებია, გამომუშავება საკმაოდ დიდია, მაღალი ხელფასებია და ეს კარგია და ზოგჯერ ისეთი მოთხოვნა არის ხოლმე, რომ ჩვენ ვერც ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს და გვიწევს შემდეგ ბიუჯეტის გაზრდა უფრო შემოდგომით ხოლმე, რომ ახალი განაცხადები მივიღოთ და ვფიქრობ ამ მიმართულებით წელსაც 1-2 იქნება ეს გამოწვევა, ისე რომ გეთახვებით კოლეჯების მიმართულებით არის გასააქტიურებული ქმედება, გვჭირდება მეტი პროფესიონალი, კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სხვათა შორის მე მინდა თქვენ ესეც დაინახოთ, ის თანხები, რომელსაც ჩვენ მოკლევადიანი პროგრამების განვითარებაში ვდებთ, შემდეგ ხმარდება მასწავლებლების უნარების ამაღლებას კოლეჯებში და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას, საკმაოდ აღალი განვითარების, ასე ვთქვათ, ინსტიტუციური განვითარების მათ შორის კოლეჯები გვაქვს საქართველოში, ბრწყინვალე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მე შემიძლია რამდენიმე დაგისახელოთ, მაგალითად ქობულეთში, თბილისში, ასეთი რამდენიმე არის თელავში, არის გორში, არის საჩხერეში, ქუთაისში.
ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმში არ დიდი ქსელი და გვინდა კი, რა თქმა უნდა და გვინდა რომ ეს გავზარდოთ ეს ქსელი რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოწიოთ პროფესიულ სწავლებაში, განათლებაში, მე ვფიქრობ ეს იქნება ერთ-ერთი აი ძირითადი მამოძრავებელი თუ შეიძლება ითქვას აი იმ პროცენტის დაწევისა, ისე რომ მიმართულებით ყველას ერთად გვიწევს საკმაოდ დიდი გარჯა და შრომა. თუ რამე დარჩა კითხვები, ალბათ ხათუნას. თუ გინდა ხათუნა რამე შენ. მოგესალმებით, მადლობა ძალიან დიდი. მე საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას გამოვეხმაურები, როგორც ბატონმა ახსენა, ეს იყო კონკრეტული ვადით 4 წლიანი პროგრამა. მე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც გარკვეული რაოდენობა ეს კონკრეტულად 600 ადამიანამდე არის, რომელიც ადგილობრივად თვითმმართველობებმა თავიანთ უწყებებში სამუშაოდ დაიტოვა მას შემდეგ, რაც პროგრამა დასრულდა. თუმცა კი ჩვენ პროგრამის დასრულების შემდგომ 2026 წლიდან ჩვენ ავამოქმედეთ ახალი კომპონენტი ეს გახლავთ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელფასის სუბსიდირების კომპონენტი, რაც გულისხმობს მაღალმთიან რეგიონში არსებულ საწარმოში ხელფასის სუბსიდირებას 3 თვის ვადით, ეს გახლავთ 50%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა და შემდგომ უკვე დამსაქმებელს აქვს ვალდებულება ხანგრძლივი ვადით 6 თვით, ანუ ჯამში 9 თვე გაუფორმოს გრძელვადიანად კონტრაქტი. მე მესმის რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა მხოლოდ მაღალმთიან რეგიონს არ ფარავდა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა არის მაღალმთიან რეგიონებშიც და ჩვენ ამით გვინდოდა რომ რაღაცნაირად ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ, რომ ადგილზე დარჩნენ და ადგილზე განვითარდეს რეგიონი და ყველას არ მოუწიოს რეგიონულ ცენტრში მიგრირება. ამ პროგრამამ, რა თქმა უნდა, თავიდანვე დიდი გამოხმაურება პოვა. არის უკვე დაინტერესება, ჩართული ყავს ბენეფიციარები, თუმცა კი ზაფხულის პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე თვითონ მაღალმთიან რეგიონებში გავიდეთ და უფრო აქტიური კამპანია ვაწარმოოთ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი კომპონენტია, ახალი კომპონენტია ჯერ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გრძელვადიანად ძალიან კარგად იმუშავებს. რაც შეეხება ბატონმა ირაკლიმ ახსენა 13.9% ეს არიან ადამიანები რომლებიც სურს დასაქმება, მაგრამ ვერ შეხვდებიან თუ ასე შემდეგ. ჩვენ ჭრილში მე არ შევიჭრები, რა თქმა უნდა, და ვერ გაგცემთ პასუხს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან დაკავშირებით. მე გეტყვით, უბრალოდ ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. ერთი მხრივ არის ძალიან ბევრი ვაკანსია ქვეყანაში, მეორე მხრივ არის სამუშაოს მაძიებელი, მაგრამ დაკავშირება ყოველთვის არის ძალიან რთული პროცესი. მოთხოვნა მიწოდება შორის დისბალანსი არის ძალიან დიდი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის და ეს ჯერჯერობით კიდევ რჩება გამოწვევად და სწორედ ამიტომ უნარებზე დაყრდნობილი განათლების სისტემა, რომელიც სწორად განსაზღვრავს რა უნარია საჭირო ამ თუ იმ პროფესიისთვის და პროფესიული სწავლებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენ ანგარიში, რა თქმა უნდა, არის განათლების სამინისტროს კომპონენტიც, ამიტომ მე ბატონ ზვიათს სამწუხაროდ განათლებასთან დაკავშირებულ კოლეჯებთან დაკავშირებით საკითხებზე ჩვენ არ ვართ კომპეტენტური და ჩვენ კომპეტენციას არ განეკუთვნება და ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყოველწლიურად 3500-ზე მეტ ადამიანს ვამზადებთ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების მიმართულებით და სწორედ ეს გადამზადების კურსები არის გამოძახილი ეკონომიკის სამინისტროს კვლევის, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ატარებს კვლევას და ადგენს მოთხოვნად პროფესიებს და ჩვენ ამ მოთხოვნადი პროფესიებიდან გამომდინარე შემდგომ უკვე ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს, ვისაც არ აქვს რაღაც კონკრეტული უნარი, ეს უნარები შევძინოთ და ძალიან მოკლე დროში შეძლოს რაღაც პროფესიის შეძენა და შემდეგ უკვე დასაქმება და ბატონ გიამ თავის ანგარიში ახსენა, რომ პროფესიული მომზადება სწავლების შედეგად დასაქმების მაჩვენებელი არის 70%-ამდე და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. მე ასევე შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონულ ჭრილში დაფარვა საკმაოდ მაღალი არის. აი 3500 ადამიანიდან, რომელიც ჩვენ შარშან გადავამზადეთ, ამ ადამიანების 50% არის რეგიონებში განაწილებული
მონაწილეებული, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა ეს გახლავთ სამეგრელო ზემოსავლეთი, შემდეგ იმერეთი, ქვემო ქართლი და დანარჩენი ნაწილდება, ყველაზე დიდი რაოდენობა ცხადია დედაქალაქში არის. ასევე სტაჟირების კუთხით ყველაზე დიდი რაოდენობა სტაჟიორების ჩვენ ყავს იმერეთში, შემდეგ მოდის თბილისი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, კახეთი და ასე შემდეგ მოყვება. ასევე რადგან ჩვენ ისეთ კომიტეტზე ვართ, უფრო მინდა რომ ისეთ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება, რაც შინაარსობრივად უფრო ამ კომიტეტთან ახლოს არის. ჩვენ იცით რომ ჩვენ შარშან ვთქვით რომ ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი დამატებით კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა ჩვენ შარშან თქვენ კომიტეტზეც რაც თქვი და პირობა მოგეცით რომ ვიქნებოდით იმერეთის თითქმის ყველა რეგიონში წარმოდგენილი და ასევე შიდა ქართლში ჩვენ უკვე ვართ წარმოდგენილი და სოფლად მცხოვრები ადამიანების ჩართულობა წინა წლებში თუ არაჭარბებდა 1000 და 1500 გასულ წელს უკვე სოფლად მცხოვრები ადამიანების ჩვენ აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკაში ჩართული არის 4500-მდე მეტი ადამიანი და სწორედაც რომ მუნიციპალურ დონეზე ჩვენი წარმომადგენლების არსებობამ განაპირობა რომ მეტ ადამიანს მიეცა და გეოგრაფიული არეალი და ხელმისაწვდომობა გაიზარდა რომ მეტი სერვისით და პროგრამით ისარგებლოს ამ ადამიანებმა და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთ-ერთი სხვა არ ვიცი მე მგონი თუ რაიმე დამატება გნებავთ შემიძლია კიდევ დავამატო თუ რაიმე გამოგვრჩა 300 ადამიანი ნუ ნიშნავს რომ სადღაც 3000 ადამიანმა სამუშაო ადგილი მოძებნა ხო ასაკდა კი ბატონო აი ტექნიკური ხასიათის სამშენებლო ტექნიკური ესეთი ტიპის პროფესიებზე ხო არის ძალიან დიდი მოთხოვნა მარტო სარესტორნო საქმეც ხო არ არის კი ბატონო, ყველაზე კარგია. ერთი რამ მინდა კიდე, ასე თქვით, ცნობის მოყარეობა ახლა. აი თქვენ უკვე აღრიცხული 22000 უცხო ქვეყნის მოქალაქე გვაქვს, ვინც ჩვენ შრომის ბაზარზე არის დასაქმებული. პირობითად არა ვარ ამის წინააღმდეგი, უბრალოდ ვამბობ, ასე თქვით, რომ კარგად სურათი გამოჩნდეს. თქვათ, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო ამ შემთხვევაში, თქვათ, აი ამ სამუშაო ადგილზე დასაქმებული. ან რაიმე განსაკუთრებული ხო, დიახ, რაიმე განსაკუთრებული პროფესია შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აქ არის ესეთი პროფესიები, ამის ნახევარზე მეტი არის IT სფერო, სადაც კი, ეგ მაღალი კვალიფიკაცია. თუმცა IT-ც კარგად ახალგაზრდებს, კარგად. კი ბატონო და ამ მიმართულებით შემოსავლებიც აქ ამ სფეროში საკმაოდ მაღალია და რაც თავარია ეს ხო ვიცით ყველა, ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. არა, მაღალი იმის იმას კი და სწორი ის არის. ჩვენ სხვანაირი საგადასახადო პოლიტიკა ვაწარმოეთ ამ მიმართულებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც IT სფეროში არიან დასაქმებული და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. და რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ეს თავიდან ბოლომდე გამართლებული იყო. საქართველოს ერთგვარ ჰაბად გადაიქცა და სწორედ ამას მოყვა ბატონო ირაკლი ამდენი უცხოელი. იმას რომ აქ გამარტივებულია ბიზნესის წარმოება, იმას რომ
აქ შემოდის 1000-ობით და 10000-ობით უცხოელი IT სფეროში დასაქმებული. რა თქმა უნდა, აქ იხდიან გადასახადებს, გენერირება აქ ხდება შემოსავლების და გადასახადების და აბსოლუტურად გამჭვირვალეა ეს პროცესი და იცით თქვენ რომ შესაბამისი სპეციალური რეესტრია წარმოებული საქართველოს მთავრობის მიერ, რომელზედაც ვრცელდება შესაბამისი შეღავათიანი რეჟიმი საგადასახადო. ამ რეესტრში მოხვედრილი კომპანიები, რა თქმა უნდა, შეღავათებით სარგებლობენ. სარგებლობენ შეღავათებით მათ შორის მათთან დასაქმებული ადამიანებიც უნებრივია და ჩვენ ამის საშუალება მივეცით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც და მათი უდიდესი ნაწილი არის თვით დასაქმებული. აი, რაც შეეხება ნულოვან კვოტებს, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, რამდენიმე მიმართულებით, აქაც საინტერესოდ უნდა წარიმართოს ჩემი აზრით პროცესი, თუ იყო წუხილი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და ეს გვესმოდა ყველას და ზოგჯერ ეს რაღაც პოლიტიკური ელფერსაც იძენდა, ბუნებრივია, რომ არ არის შესაბამისი სამუშაო ადგილები, მაგალითად მიტანის სერვისში. გახსოვთ ხო თქვენ ეს ამბავი მუდმივად პროტესტს გამოხატავდნენ და საფუძვლიანსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ გავაკეთეთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენ ამ ჯაჭვში ბოლო რგოლი ვართ აღსრულების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, იყო ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა უწყებების რეკომენდაციები და ეს აისახა შესაბამის კანონშიც და დადგენილებაშიც მთავრობის. აი აქ დავაწესეთ ნულოვანი კვოტა, ანუ გამოვანთავისუფლეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაკავებული სამუშაო ადგილები. და ასობით ამგვარი ადგილი გამონთავისუფლდა. აი 1 მაისიდან მათ აეკრძალათ უკვე საქმიანობა, რამდენიმე მიმართულებით ეს არის გიდების, მიტანის სერვისი, ტაქსის ძღოლები და სამთო გამცილებლები, იქ 200 კაციანი კვოტა გვაქვს ჩვენ ესეც შესაბამისი უწყებების რეკომენდაციით ჩადებული. აი დავაკვირდებით ახლა როგორ აითვისებენ საქართველოს მოქალაქეები ამ ვაკანსიებს. ეს თქვენც ხო გაინტერესებს, ჩვენც გვაინტერესებს ძალიან. ხო იყო, ანუ მოთხოვნა იყო. შესაბამისად ჩვენ აგერ გავაჩინეთ მიწოდების ფორმა ამგვარი. ჩაერია ხისტად ხელისუფლება, შეიძლება ეს არ იყოს პოპულარული ნაბიჯი, გარკვეულწილად, მაგრამ ჩვენ ვალდებულებიც ვიყავით და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ეს უნდა გაიგოს ყველა, შინაურმას და გარეულმას, მტერმას და მოყვარემაც, რომ ჩვენი ვალდებულება უმთავრესი არის საქართველოს მოქალაქეების დასაქმება. ჯერ მათი დასაქმება, შემდეგ რა თქმა უნდა დანარჩენი ყველასი. და ამ მიმართულებით გავს საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს. ხო, ყველასთან ესეა, რა თქმა უნდა. აბა ჩავბრძანდით სადმე და არა იმ თამაშის წესებით ითამაშეთ, როგორც დადგენილია, თქვათ, პირობითად არ მინდა ქვეყნები დავასახელო გაერთიანებები. ხო, მაგას ვამბობ და მე ამას მოყვება უზარმაზარი პრობლემები და ამიტომ ჩვენ გვინდა ამ ჭრილოვანი რაღაცა ეკონომიკიდან და დასაქმების ჭრილოვანი სფეროდან გამოვიყვანოთ ეს უცხოელები და ვიცოდე, მჭირდები შენ აქ თუ არ მჭირდები თუ შენ მაგივრად შეიძლება ქართველმა იმუშაოს და დაიკავოს ადგილი შესაბამისად. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის. ჩვენ აქ დიდ კედელს რა თქმა უნდა არ აღმართავთ, ბუნებრივია, ეს არც გამოგვივა და არც გვინდა. მჭირდება ქვეყანაში განათლებული უცხოელი, რომელსაც ასწავლის საქართველოს მოქალაქეს, გარკვეულ ინვესტიციებს შემოიტანს, გადასახადებს გადაიხდის, უმაგისოდ ჩვენ წინ ვერ წავალთ, ბუნებრივია, მაგრამ ის უზარმაზარი შრომითი ნაკადები, რომელიც მომდინარეობს და არის რაღაც ტალღებად, რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ. თუ ვართ თავმოყარე ერი და სახელმწიფო, ამის გარეშე გამორიცხული, ამას მოყვება სხვა სახის საკმაოდ დიდი გამოწვევები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. თანხმებით და ერთი დაზუსტებისთვის თუ შეიძლება აი მაღალმთიან თქვენ ბრძანეთ ხალხმთიანთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ხო ხელფასებზე დანამატებით კიდე ერთ რომ აგვიხსნათ რა კონკრეტიკა როგორია ხელფასის სუბსიდირების პროგრამა, ანუ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მაღალმთიან რეგიონში არსებულ საწარმოს, რომელსაც აქვს მაღალმთიანი სტატუსი, მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პირს ამ საწარმოში თუ დასაქმდება, დაუსუბსიდირებს ხელფასს პირველი 3 თვის განმავლობაში, ეს გახლავთ არაუმეტეს 1100 ლარისა ერთი თვის განმავლობაში, შემდგომ უკვე დამსაქმებელს ვალდებულება აქვს დამატებით 6 თვიანი კონტრაქტი თვითონ გაუფორმოს, ანუ ჯამში 9 თვით დაასაქმოს.
ეს კომპონენტი არის ახალი, მაგრამ ჩვენ წინასწარ გავაკეთეთ კვლევა და მე მაქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილებაც და მათ შორის მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭების საბჭოში და თქვენს გუბერნატორობის პერიოდში თქვენს და ბატონ ზვიათსაც ძალიან აქტიური შემხებლობა გექნებოდათ მთის განვითარების ფონდთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იცით რომ თქვენ მაღალმთიან რეგიონში ძალიან ბევრი შეღავათი აქვს ადამიანებს მათ შორის საპენსიო მიმართულებით თუ საშემოსავლო მიმართულებით თუ ასე შემდეგ და ჩვენ გვინდოდა რომ ადგილზე შესაძლოა არ იყოს ახლა რაიმე იქ საწარმო, მაგრამ გვინდა რომ მივცეთ სტიმული ამ ადამიანებს, თუნდაც მცირე საოჯახო ბიზნესი წამოიწყონ და საწყის ეტაპზე ჩვენი ხელფასის სუბსიდირება იქ აწარმოეს საქართველოს მიკრო სამეწარმეო მიმართულებით ძალიან კარგი პროგრამები აქვს. იქ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს ყველაფერი ბმაში და პაკეტში ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა რომ ადგილზე რეგიონში უფრო მეტი დასაქმების შესაძლებლობა და დასაქმების ადგილი შევქმნათ, თუმცა კი ეს არ ზღუდავს რა თქმა უნდა არსებულ საწარმოშიც შეუძლიათ რომ აიყვანონ კადრები, გაფართოვდნენ უფრო მეტად. ეს პროგრამა რადგან ახალია თითქმის მარტიდან დავიწყეთ აქტიური კამპანია ამ მიმართულებით. მარტში ქონდა პირველი სამიზნე სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრა. უკვე რამდენიმე ბენეფიციარი ახალციხის რეგიონიდან გვყავს უკვე ჩართული, დავიწყეთ ხელფასის სუბსიდირება, მაგრამ ზაფხულის პერიოდში უფრო როგორც მე ვახსენე, აქტიურად ვგეგმავთ მაღალმთიან რეგიონებში გასვლას და ამ ინფორმაციის უშუალოდ ადამიანებამდე მიტანას, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა არის და მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ ბენეფიტით. კი ბატონო. ესე იგი, ესა ძირითადად არასაბიუჯეტო ორგანიზაციებზე. კერძო მიმართულებით, მაგრამ ну ახლა მაგ თის კანონში და იმაში დიდი ხანი აქ იყვარს ჩართული, მაგრამ ძალიან მცირეა ის, რომელსაც ეგ სტატუსები აქვს. ჯერ ვერ მიაღწიეს. ძალიან ბევრი სასტუმროები და ეგ შექმნილია, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ თუ თქვენ შეერთვებით, მობრძანდებით, კიდევ გავიაროთ, გავერკვეთ და რატო ვერ პოულობენ ამ სტატუსს და რატო ვერ ერთვებიან და მე ხალხის დასაქმება, რა თქმა უნდა და მე სურვილი მაქვს იმუშაოს და მიიღოს, უმუშავარი არ მიიღოს. და ამ მიმართულებით რომ წავიდეს მუშაობა და უფრო მეტად განმავითაროთ, მეტი არაფერი ბოდიში. დიახ, ადამიანებს აქვთ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მინიჭებული, მაგრამ ჩვენც დავაწყდით რეალობას, რომ არის გარკვეული რეგიონები, სადაც საწარმო მაღალმთიანში არის, თუმცა კი რეგისტრირებული შეიძლება იყოს დედაქალაქში, იურიდიული მისამართი კონდეს, ანუ სტატუსი არ აქვს მინიჭებული. თუმცა კი ხავ ფიქრობთ გადახედვას და შესაძლოა დაშვება გავაკეთოთ, რომ არ კონდეს საწარმო სტატუსი, მაგრამ თუ ის იმ მაღალმთიან რეგიონში არის და იქ ადგილზე ოპერირებს, მაშინ დაშვებას გავაკეთებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ კონდეს სტატუსი, არ კონდეს სტატუსი მინიჭებული საწარმოს თვითონ, მაგრამ იყოს მაღალმთიან რეგიონში, ეს დაშვება შეიძლება გავაკეთოთ ამის გადახედვაზე ვფიქრობთ ახლა. ფიქრობთ ამაზე, დიახ. და ასევე მაშინ მე ვახსენებ, თუ ძალიან თავს არ შეგაწყენთ, საზოგადოებრივთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს, იცით რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში აქვს ესეთი საპილოტო პროგრამა, რომელსაც დონორების მიერ ხორციელდება, ეს გახლავთ ერთად, მაგრამ ეს არ ხორციელდება სრულად საქართველოში, რამდენიმე რეგიონია საპილოტოდ არჩეული და სადღაც დაახლოებით 1000 ოჯახამდე და ეს პროგრამა გულისხმობს ოჯახის კომპლექსურ გაძლიერებას ბევრი მიმართულებით, არა მხოლოდ დასაქმების მიმართულებით, ძალიან ბევრი მიმართულებით და ამ ოჯახების ამოყვანას იმ სოციალური სიდუხჭირიდან, სადაც შეიძლება ახლა იყვნენ და მათი უნარების შეძენას, გაძლიერებას, სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას და ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა რომ ეს პროგრამა იყოს საპილოტო და სოციალური მომსახურების სააგენტოში წელს სრულდება და სამინისტრო და სააგენტო ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა, რომ ამ პროგრამას უფრო მეტი მასშტაბი შევძინოთ და ეს იქნება ძალიან კარგი ზუსტად ისეთი ოჯახების გაძლიერებისთვის, რომელიც იყვნენ საზოგადოებრივი დასაქმების ბენეფიციარები და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ პროგრამას შეიძლება ზუსტად ისეთი სახით არა, როგორც ახლა არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტოში, მაგრამ რაღაც ფორმით აუცილებლად მომავალი წლიდან უკვე განვახორციელებთ აქტიურად. დიდი მადლობა ბატონო გიორგი ხალბატონთინათი. საინტერესო იყო თვითონ დასაქმების პოლიტიკის გარშემო ეს საუბარი, რა თქმა უნდა,
სახეზე გვაქვს ჩვენ რომ თავარი არის აქ რომ სისტემური მიდგომა დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებით მართლაც სახელმწიფომ შეძლო და ეს საკანონმდებლო დონეზეც და თვითონ ახსულების დონეზეც ეს პოლიტიკა უკვე ტარდება. ბუნებრივია ამ პოლიტიკის გატარებას თან მოსდევს ახალი ინფორმაციის, ახალი გამოწვევების დანახვა და ოპერატიულად გადაჭრა ყველა ამ საკითხისა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ციფრები რაც აქ იქნა მოყვანილი საკმაოდ საინტერესო ციფრები არის და პერსპექტივა იმისა რომ ეს ციფრები და ეს დინამიკა უკეთესებიც შეიცვალოს ამისთვის მე ვფიქრობ რომ ყველა პირველადი ასე ვთქვათ აუცილებელი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ბერკეტი არსებობს ცნობადობის და თვითონ გათვითცნობიერება ჩვენი მოქალაქეებისა რომ დასაქმების კუთხით აი ესეთი შესაძლებლობები არსებობს და ამის გამოყენება აქტიურად უნდა მოხდეს ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თქვენი მუშაობის და ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე ჩვენ ეს მოსმენა დადებითად შევაფასოთ და მიღებული არის როგორც ასე ვთქვათ კარგი მიმართულებით საკითხის განვითარება კიდევ ერთხელ ბატონ გიორგი და ქალბატონ თირა მადლობა ამ ხსენებისათვის. სამივე საკითხი განხილულია და კომიტეტმა ამით თავის მუშაობა დაასრულა. მადლობთ.